შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მისცეს. გამოძიების ცნობით ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებას აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები ჩაერიცხათ. ღილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით სამძებრო საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დავაკავეთ, ხოლო 1 პირი სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მივეცით. ბრალდებულებმა ერთ-ერთ ვებგვერდზე რეკლამა განათავსეს თითქოს მათ მიერ დაფუძნებული კომპანიების საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ. ისინი გაფორმებული ყალბი ხელშეკრულებების საშუალებით თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115,300 ამერიკულ დოლარს და 1,900 ევროს. ერთ-ერთი დაკავებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 7,200 ამერიკული დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთკიცების სახით ამოვიღეთ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.